ფიქრობ თითოეულ ჩვენს მაყურებელს ესმის, რომ ახლა დიპლომატიაა საჭირო. განსაკუთრებით ტრამპის სურვილის გათვალისწინებით, გადატვირთოს რუსეთთან ურთიერთობები. ამ კონტექსტის გათვალისწინებით რას ეტყოდით მილიონობით ამერიკელსა და უამრავ ადამიანს მსოფლიოს გარშემო, რომლებიც შეშფოთებულები არიან იმით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღარ იცის, ვინ დაიწყო ეს ომი. ხალხს მიაჩნია, რომ ამერიკა ახლა ცუდი ბიჭებისკენაა და ზელენსკისა და უკრაინას უღალატა. ფიქრობ ეს არის ის, რაც ბევრ ამერიკელს აშფოთებს. I think that is a fear that a lot of Americans have. დიახ, მე უკვე მრავალჯერ მოვისმინე ეს ნარატივი და მას არ ვეთანხმები. ნება მომეცით რამდენიმე მნიშვნელოვანი კომენტარი გავაკეთო. პირველი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაიწყო ომი. მთავარია ის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ კონფლიქტმა და პრეზიდენტ ტრამპისთვის ამას გამართლება არ აქვს. მას სურს იყოს მშვიდობის მომტანი პრეზიდენტი. მშვიდობის, რომელიც გარანტირებული იქნება ჩვენი სიძლიერით. და მე ამ მიდგომაში ცუდს ვერაფერს ხედავ. პირიქით, ამ თვალსაზრისით მე ყველა მის იდეას ვიზიარებ. მეორე, ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, რადგან ის დაპირისპირება პროვოცირებული იყო და არ ვამბობ, რომ ის აუცილებლად რუსებისგან იყო პროვოცირებული. ძალიან ხანგრძლივი და აქტიური დისკუსიები მიმდინარეობდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სწორედ ამაზე ისაუბრა პრეზიდენტმაც. ამიტომ ვამბობთ, რომ ამ ომის არიდება შესაძლებელი იყო. უკრაინის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამ რეალობას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა ეს ყველაფერი რომ გვერდით გადავდოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსებმა გვაჩვენეს, რომ მათ სურთ ომის დასრულება. მოლაპარაკებებს მე არსებითად ვუწოდებდი ძალიან დამაჯერებელსა და შინაარსობებს. ჩვენ მოლაპარაკებების გაგრძელებას ვაპირებთ სტამბოლის პროტოკოლის ჩარჩოში. უკვე ძალიან ახლოს ვიყავით გარკვეულ შეთანხმებებზე ხელიც კი მოგვეწერა და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ გამოვიყენებთ აღნიშნულ ჩარჩოს რუსეთსა და უკრაინას შორის მყარი სამშვიდობო ხელშეკრულების გასაფორმებლად. ვფიქრობ ეს შესანიშნავი მომენტი იქნება. მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა დაიდოს შეთანხმებები და ჯეიკ, შეგახსენებთ, რომ შეთანხმებები მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ის ყველა მხარისთვის სასარგებლოა და ჩვენ სწორედ ამ გზას ვადგავართ. რასაკვირველია, უბრალოდ რომ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის ანექსია 2014 წელს მოახდინა, ყირიმის ტერიტორიის მითვისებით. შემდეგ კი დონბასის რეგიონში შეიყვანეს ჯარები გაცილებით ადრე, ვიდრე 3 წლის წინ სრულმასშტაბიან ინტერვენციას განახორციელებდნენ. თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთის პროვოცირება მოხდა. ტრამპი საჯაროდ ესხმის თავს ზელენსკის და მას დიქტატორს უწოდებს. მასვე ედანაშაულებს ომის დაწყებაში და ხაზს უსვამს უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. ამასთანავე პრეზიდენტმა გამორიცხა უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაც და აღნიშნა, რომ შეუძლებელია უკრაინამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები უკან დაიბრუნოს. რუსეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ტრამპი ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტ პუტინისგან იღებს. მოდით ერთად მოვუსმინოთ. როდესაც ტრამპი პრესკონფერენციებზე შეკითხვებს პასუხობს, ვფიქრობ შემთხვევითი არ არის, რომ მის მიერ წამოჭრილი ნარატივები პუტინსა და მას შორის საუბრის შემდეგ მატერიალიზდა. მის მიერ ნათქვამი ფრაზები ისეთი სიღრმისეული და აკურატულია, რომ ისინი ზუსტად ემთხვევა ჩვენს ხედვებს. მიგაჩნიათ, რომ კარგია, როდესაც რუსები ფიქრობენ, თითქოს ტრამპის ადმინისტრაცია პუტინის ხედვებთან სრულ თანხმედრაშია? ჩემ ხელთ არსებული მონაცემებით, ომის შედეგად 1,5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ახლა კი როგორც იქნა გვყავს ლიდერი დონალდ ტრამპის სახით, რომელიც ამ სისხლის ზღვრის დასრულებას ცდილობს. შესაბამისად, ერთადერთი გზა, რომლითაც ამ სისხლის ზღვრის შეჩერებაა შესაძლებელი, არის ორივე ლიდერთან აქტიური კომუნიკაცია. მე რუსეთში თავად ჩავედი, შევხვდი პრეზიდენტ პუტინს. ეს იყო გრძელი, პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრა. ბევრი სასარგებლო რამ განვიხილეთ, რაც დიდწილად იქიდან გამომდინარეობს, რომ ტრამპს კარგი ურთიერთობა აქვს პუტინთან, ჯერ კიდევ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადიდან მოყოლებული. სწორედ ეს დამოკიდებულება გადაიზარდა მოგვიანებით უკვე ძალიან პოზიტიურ სატელეფონო საუბარში ორ პრეზიდენტს შორის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკისთან შედგა ნაყოფიერი საუბარი. ასე რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტიური კომუნიკაცია ლიდერებთან. მხოლოდ ასე შეიძლება ყველასათვის სასარგებლო შეთანხმებების დადება. And then there was a positive conversation with President Zelensky. So I think you've got to have these relationships, you've got to have communication. That's the only way you get deals done. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.